გამარჯობათ მეგობრებო. დღეს საერთოდ არ ვაპირებდი მე ლექციის დადებას, მაგრამ აი გუშინდელიდან მოყოლებული დღესაც ისეთი რამეები წავიკითხე TikTok-ზე, გადავწყვიტე რომ მე შევხმიანებოდი ამ საკითხს. და მინდა გითხრათ, რომ ეს არავითარი ფეიკი არ იყო. აქ ლაპარაკობდა მეცნიერი და მოყავდა ფაქტები. ეს ფაქტები ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მე შეხმიანება. მაგრამ მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ ფეიკის რომ იყოს, ეხლა მე მის ნათქვამთან დაკავშირებით ისეთ რამეებს ვიტყვი, რომ ნამდვილად არ აწყენს არავის ამის მოსმენა. მეტად საინტერესო საკითხია. საკითხი, რომელზედაც მე ვისაუბრებ, ეს უფრო მეცნიერული საკითხია. და კარგი იქნება თუ ამას მიაქცევენ მეცნიერები ყურადღებას, იმიტომ რომ დადგა მაგათი გამოღვიძების დროც ხო? თუმცა არც რიგით სწორებსაც აწყენს. ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებს და ცოდნა შეიძენს. საქმე ეხება შუმანის რეზონანსს. თუ რას წარმოადგენს რეზონანსი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ ბევრმა იცით, მაგრამ აი ვინც რაც იგებს ამ სიტყვას და ან ვინმეს დაავიწყდა, მათ გავახსენებ, რომ და აი ეს კარგად ჩაინერგეთ გონებაში. არ არის ამის გაგება რთული. ყველაფერს, რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ ეხებით, გააჩნია საკუთარი რხევის სიხშირე. ყველაფერი ვიბრირებს, თქვენ რო ხეში გეჭიროთ ელემენტარული ნაწილაკიც კი ისას ვიბრირებს. რატომ ვიბრირებს, ჯერ ამაზე ნუ ვისაუბროთ. ჩვენი სმენის აპარატი ვერ აღიქვავს სხეულებისა და საგნების საკუთარ რხევის სიხშირეს. იმისათვის, რომ ჩვენ აღვიქვათ სხეულთა და საგანთა საკუთარი რხევის სიხშირე, აუცილებელი არის, რომ საგანი, გინდათ სხეული, აღვაგზნოთ. აი აღზნების შემდეგ მისი ახმა შესაძლებელი ხდება. აი ახლა დაგანახეთ მე რის თქმა მინდა, რას ნიშნავს სხეულის საკუთარი რხევის სიხშირე. და საჩანს, რომ ჩვენი სმენის აპარატი მას ვერ აღიქვავს. აი თქვენ იცით, ხო, რა არის გიტარა, აკვრას მოგისმენია და ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, რომ როცა გიტარა დევს თავისთვის, რომელსაც სიმშვიდის რეჟიმი ქვია, ის მაშინაც უკრავს. უკრავს მელოდიას კი არ უკრავს რაიმეს. მისი სიმები მაინც გამოსცემენ დო, რე, ამ ნოტებს. იმიტომ რომ თითოეულ ნოტს შესაბამისი სიმი აქვს გაჭიმული. და ეს სიმები მაინც ვიბრირებენ, მაგრამ თქვენ არ გესმით. იმისათვის რომ გაიგოთ მათი ხმა, აუცილებლად არის საჭირო, რომ სიმშვიდის რეჟიმიდან გამოიყვანოთ გიტარა. და სხვა არაფერი არ არის სიმშვიდის რეჟიმიდან გამოყვანა, თუ არა ის, რომ გიტარის სიმები აღაგზნოთ. ანუ თითოეულ და ჩამოკრათ. რას ხდება და იწყებს გიტარა ჟღერადობას. აი ეს არის მთელიავლადიდება საკუთარი რხევის სიხშირის გაგების. და თქვენ ის გამოსცემს დო, რეს, მის და ამას უკვე გაიგებთ თქვენ. აი კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ძალიან მომწონს მე და პრაქტიკაზე გაკეთებული აქვს ნამდვილად ერთ-ერთ კარგ მომღერალს, კარუზო ერქვა მას და აი ხელში გიჭირავს ბაკალი, ხო? აი დაიჭერდა ხელში კარუზო ბაკალს და იმ ბაკალს აქვს თავის საკუთარი რხევის სიხშირე. რომელს აგიღიათ ეხლა ბაკალი და გაგიგიათ მისი ჟღერადობა, ხო? მაგრამ იცოდეთ, რომ როცა ხელში ბაკალი თქვენ გიჭირავთ, ის მაინც ჟღერს. იმისათვის, რომ რანაირად ჟღერს ეს გაიგოთ, ხო? უნდა აიღოთ დანა, ან რაღაცა მეტალი რაღაცა და შემოარტყათ ამ ბაკალს, ხო, მოუკაკუნოთ რა. და ის ეგრევე ჟღერას დაიწყებს. აი ეს არის მისი საკუთარი რხევის სიხშირე. და ნახეთ რა ხდება. აი ახლა მიგიყვანთ მე რეზონანსთან. აი კარუზო შემოარტყავდა და ამ ჟღერას ისმენდა.
და იმახსოვრებდა ის ზუსტ ჟღერადობას, აბსოლუტური სმენა ქონდა ამ კაცს. შემდეგ უკვე ჩამქრალ სიხშირეებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ბაკალს აწვდი და ვინმეს რა. და ის მიდიოდა და ის რესტორნის ბოლოში დგავდა ამ ბაკალს. წარმოგიდგენიათ, ეს ისე აიღებდა იმ ჟღერადობას, რაც მან დაიმახსოვრა დანის შემორტყმის მერე, რომ იწყებდა ამ ჟღერადობის ბგერების ვიბრაციების გამოშვებას. და არ გავიდოდა რომ რაღაც ერთი რამოდენიმე წუთიც ალბათ რა ისე იღებდა ზუსტად უნდა თუ ზუსტად აიღებ კი და თუ ზუსტად ვერ აიღებ უფრო მეტი დრო დაჭირდება რა. და როგორც კი ეს იღებდა ეს ზუსტად და ხედავდა ის გვერდზე მდგომი ბაკალს რომ თვითონ ბაკალი იწყებდა ჟღერადობას ისე რომ თვითონ არავინ არ ეხებოდა ამ ბაკალს თვითონ იწყებდა ჟღერადობას იმიტომ რომ სადღაც უკვე ჟღერდა ეს ვიბრაციები და ეს ვიბრაციები რომ ემთხოვდა მის საკუთარ ხევის სიხშირეს ის დაფაროს ისაც აქტიურდებოდა თითქოს გაიგო იმის ხმა და აქტიურდებოდა ისაც და იწყებდა ჟღერადობას. აი ესაა რეზონანსი, როცა გარეთ ძალის ხევები ემთხოვა რაიმე სხეულის საკუთარ ხევის სიხშირეს. გზავსის საკუთარი ხევის სიხშირე გააჩნია ჩვენ პლანეტასაც. და წარმოგიდგენიათ, პლანეტის ზედაპირზე რა ხმაურია და რამდენი სიხშირეები არსებობს. მან მოახერხა საუბარია შუმანზე ფილტრაციის შედეგად დაეფიქსირებინა ის სიხშირე, რომელიც მარტო დედამიწას, აი ბურთს ეკუთვნის. და ამიტომაც ქვია მაგას შუმანის სიხშირე. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ახლა. მე გავაგრძელებ საუბარს და ვნახოთ რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი. აი გიტარა ვახსენე ხო? იმისათვის რომ გიტარის სიმება გამოავლინონ ვიბრაციები, ანუ რომელი დიაპაზონში ვიბრირებს სიმებზე მაკლაპარაკი, ის სიმები უნდა ავაგზავნოთ. ხო და ასეთივე სიმები ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დედამიწის მაგნიტურ ველებად. დედამიწას გარშემო შემოტყმული აქვს მაგნიტური ველი, ხო? და როგორც აი გიტარის სიმებივით რა. და ალბათ ყველა მიხვდით უკვე რის თქმას მინდა. თუ ეს სიმები იმყოფებიან შიმშვიდის რეჟიმში, გულისხმობ დედამიწის გარშემო არსებულ მაგნიტურ ველს, მაშინ ეს სიმები არ ვიბრირებენ და არც პოლარული ნათება არ გამოჩნდება. თუ გიტარის შემთხვევაში სიმების ჟღერადობა ვლინდებოდა, მაგნიტური ძალწირების ვიბრაციების შემთხვევაში ეს ცნობილი ფაქტია. ვლინდება უკვე სინათლე, რაც აისახება პოლარულ ნათებაში. მე ადრეს გითხარით, ეხლაც გავიმეორებ, რომ მეცნიერები მიიჩნევენ პოლარული ნათების გამოვლენის მიზეზად მზეს, თუმცა ეს ნამდვილად ასე არ არის. მზე არ არის პოლარული ნათების გამოვლენის მიზეზი და მე ეს უკვე ახსნილი მაგ და ამაზე ახლა არ შევკავდები. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ პოლარული ნათებების გამოვლინება არაფერს არ ამორჩილება. როდის გამოვლინდება, ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. მეცაც გეტყვით, ადრე ეგონათ, რომ ჩრდილოეთის ციალს ეძახდა, რომ ჩრდილოეთ პოლუსში ვლინდებოდა მარტო. მაგრამ ესე არ არის, სამხრეთ პოლუსშიც ვლინდება. და როცა გამოვლინდება, მიზეზს ვერავინ ვერ ხედავს, რატო გამოვლინდა. არა და მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს. და ეხლა რასაც მე ვიტყვი, აი მაგისგან თანამედროვე მეცნიერება ძალიან შორს არის. ის ვინც მისმენ და მე ვინც ყურადღებით უსმენ და ჩემს ლექსიებს შეიძინა ჩემი წიგნი, რასაც ეხლა მე ვიტყვი, ის აუცილებლად მიხვდება მაგას. პირადად მე პოლარული ნათების გამოვლინებას უკავშირებ არა მზეს, არამედ პირველ წყაროს. და რატომ? ალბათ ეხლა ხვდებით, ხომ? ჩემთვის სრულიად კოსმოსში თუ რაიმე ძალა არის გამოვლენილი, მე მივიჩნევ, რომ ამ ძალებს ქმნიან ღვთაებები, ერთიანი შვიდეული ღვთაება, რომელიც დედამიწის გულში არსებობენ.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დედამიწის გულში მაშინ გამოდის რომ თუ ისინი ხნიან ყოველგვარ ძალებს დედამიწის გულიდან ამოდის ხომ მაგნიტური ძალწირებით და ეს ასეც არის სწორედ დედამიწის გულიდან გამოდის მაგნიტური ძალწირები და გამოდის რომელიღაცა ღვთაებიდან თუ ის ღვთაება აღიძნა აუცილებლად გამოვლინდება პოლარული ნათება რადგან მაგნიტური ველის ძალწირები დაიწყებენ ვიბრირებას ხო და სწორედ აი მაგის ამგზნელად მე მივიჩნევ პირველ წყაროს რადგანაც მივიჩნევ რომ ზეს ისეთი დიაპაზონის გამოსხივება აქვს თუმცა მართალია მის სპექტრი შენიშნება გამასპექტის მაგრამ გამასპექტი იმ ვიბრაციების გამა არ არის რომელიც შეახსევდა ინფორმაციის სახით დედამიწის გულში ზის ყველა გამოსხივების სპექტრი რაღაცა შეხსევადობის მერე ყველაფერი იბლოკება მხოლოდ პირველ წყაროს აქვს უნარი შეაღწიოს აბსოლუტურად ყოველგვარ მასაში ყოველგვარი პლანეტის გულში და მიიტანოს იქ ინფორმაცია იმიტომ რომ გამა სპექტრი ძალიან დიდი სპექტრია და სწორედ პირველ წყარო ასხივებს იმ ზემმაღალ სიხშირის გამა კვანტებს ეს ყველა არ ვიზახე მე ამას გამა კვანტები შემოქმედების კვანტებია ეს იგი ამიდა თქვა რომ ზემაღალი გამა სინათლე ეს არის შემოქმედების სპექტრი აი ეგენი მატერიალდებია სწორედ ეთერში და ამიტომაც ვიძახი რომ ზემაღალი სიხშირის გამა კვანტებში ვიბრირებს პირველ წყარო მაგაზე ზემაღალი სინათლე არც არსებობს ხო და თუ იმას ვამბობთ რომ დედამიწას გააჩნია საკუთარი ხევის სიხშირე ანუ რეზონანსული სიხშირე ერთი ელემენტარული კითხვა ხო უნდა დაისვას რა ვიბრირებს დედამიწის შიგნით ეს ვიბრაციებიც აუცილებლად გამოწვეული უნდა იყოს იმ ღვთაებების მიერ რომელზეც უკვე ჩვენ კაიხანია ვსაუბრობთ თუ ეს არ მიაჩნიათ მეცნიერებს სწორედ ხო უნდა თვითონაც თქვან მაშინ აი რა ვიბრირებს ამ დიაპაზონში იქ რომელსაც ქვია შუმანის რეზონანსი ჩვენი ვერსიით გამოდის რომ სწორედ შუმანის რეზონანსთან უნდა იყოს დაკავშირებული პოლარული ნათებების გამოვლინება შეიცვლება შუმანის რეზონანსი გამოვლინდება პოლარული ნათება არ შეიცვლება შუმანის რეზონანსი მაშინ არ გამოვლინდება პოლარული ნათება ანუ პირადად მე ყოველთვის ვაკავშირებდი შუმანის რეზონანსთან პოლარული ნათების გამოვლინებას თუ ეს მანდა მაინც მიუღებელია კიდე თანამედროვე მეცნიერებისათვის კი ბატონო თვითონ თქვენ საიდან ვლინდება ეს პოლარული ნათება დააკავშიროთ თავიანთ შექმნილ მოდელს თითქოს იქ ბირთვია 6000 გრადუსიანი მანტია არის რაღაცები არის და ვიცით უკვე არა დააკავშირონ მაგ მოდელს რა და თქვა ახლა მომისმინეთ ძალიან ყურადღებით და მე რასაც ვიტყვი ყველა სიტყვა გონებაში კარგად ჩაიბეჭდეთ აი წინა კვირა რაღაც მართლა ძიმე კვირა იყო რა და ცოტა კიდე იქითა დღეებიც ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე რაღაცნაირად ნერვები ცოტა არ მქონდა კაი მდგომარეობაში და ეგ ყველაფერი იქით იყოს ჩემაც მამას დამირეკა ძმისშვილებმაც დამირეკეს უცხო ხალხმაც დამირეკა ნაცნობებმაც რაღაცასო გზნობთო შინაგანათო ზოგი ვიფსებიო ზოგი წარიელდებიო ხდებოდი რა უნდა მეთქვა ხო წარმოდგენა არ მქონდა რა არც ისეთი რამე ხდებოდა გარეთ ას გამოუცხადებიათ ინფორმაციაში რომ რამე მზეზე ხდებოდეს არაფერი რა ჩვეულებრივი დღე იყო რაღაცნაირად იყვნენ ადამიანები რა და საკმაო რაოდენობა ერთი 10 კაცზე მეტმა მე პირადად დამირეკა წინა კვირის ამბავს გეუბნები და წინა კვირაში თუ ცოტა იქით რა ახლა ზუსტად აღარ მახსოვს რაღაც ინფორმაცია წავიკითხე მე და არ მივაქციე ყურადღება უფრო სწორედ აი მეტნაკლებად მივაქციე ყურადღება რა იმიტომ რომ გზავს ინფორმაცია რამოდენიმეჯერ გააჟღერეს აი მგონი შემოდგომის პერიოდი იყო თუ რა და
ისეთი რამე გააჟღერეს, რომ მას ახლა ვერ დაიჯერებ ადამიანი ხო, ხებთან ცოტა შეხებაში ხარ. შუმანისო რეზონანსი 100 გერცამდე ავიდა, 7-დან 100 გერცამდე, როგორი არის არა? ამ ხელაზე ნახტომი და არ დავიჯერე, იმიტომ რომ ისეთ რამეს იწევს, ახლა მე ვიტყვით მაგასაც რა და მაგრამ ორი რაღაც სუდის შემდეგ სხვა ენასაც რო ვათვალიერებდი, კიდე ვიღაცამ დადო რა. მაგრამ იმას თუთა სხვანაირად თქვა და ეს უკვე შეიძლება თქვას, რომ მაინც დიდია, მაგრამ ანუ მისაღები არის ახლა მან არაფერი ისეთი არ მოხდება რა. ანუ რამე დავიტყვი. მას გერცამდე ავარდაო რა. მე ისევ თვითონ, ნუ რამოდენიმე წუთშიო ისევ გაჩერდაო. ეს უკვე ფლუქტუაციური მომენტია. აი სიტყვა კარგად დაიმახსოვრეთ, რა, ფლუქტუაციური მომენტი. რა ვიცი ახლა მე და არ ვინიცის რა მოხდა და თავარი ის არის რომ იმ წუთში დაბრუნებულად თავის დიაპაზონში რა. შუმანის დიაპაზონი რო იცოდეთ, მაინც არის 7 გერციდან რაღაც იმამდე რა. აი 7 გერცში ტრიალებს რა, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ახლა ეგ დიაპაზონები არ არის ახლა თლაც სახიფათო რა. მაგრამ გავიდათ რომ აღარ მახსოვს იქით კვირა იყო თუ ცოტა კვირაზე მეტი. დადეს კიდე და აქ იმაზე უარესი ძახიან. ანუ რა და აი ამას მივაქციო ყურადღება, ესენი მეთქი სახშკოაზე არის რა სიძახიან. რამოდენიმე ხნის განმავლობაში და დრო არის აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი დრო არის აღებული რა. ეს არ შეიძლება შუმანის რეზონანსი საერთოდ განულდაო. ეგ დაახლოებით რა სააგავს იცით ხალხო? ახლა პლანეტარულ მასშტაბებში კი ბატონო, იმას უფრო მეტი დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ფაქტიურად წააგავს იმას. აი, როდესაც კარდიოგრამის იმპულსები მიდის და მე განულდება და პიპრო დაიძახებს რა და აი იგივე რა არის, რას ქვია განულდა შუმანის რეზონანსი მეთქი რა. ანუ აღარ ვიბრირებს დედამიწა და ამასაც მეტნაკლებად მივაქციო ყურადღება რა. და აი ამ კვირაში, აი ახლა ამას გეუბნებით და იმიტომაც დავდე ეს ლექცია რა. ცოტა რაღაცები გადავამოწმე და დავდე აი ამ კვირაში, უფრო სწორედ იმ კვირაში გამოჩნდა ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი, თუმცა მუშაობს ამ საკითხზე ეგა და ლაბორატორიაც აქვს და აკვირდება ამ შუმანის რეზონანსს. აი სამწუხაროდ როგორც ჩვევია რა, რაღაცას დავაჭირე შენახვის მაგივრად და სადღაც გამიქცა ეგ ისა და აუცილებლად ვიპოვნით და განახებთ მაგას, ნუ დააკვირდით რა სიძახის და აი პირდაპირ შემეძლია გითხრათ თუ არავითარი ფეიკი იქ არ იყო რა. აი მეცნიერულ დონეზე ლაპარაკობდა და მოყავდა ფაქტები. და მარტო ვერ მოიყვანა ეს ფაქტები. ისეთი რამე თქვა, რომ არ ვიცი რა. მე პირდებით რომ მოვძებნი TikTok-ზე ვნახე რა და აუცილებლად დავდებ მაგას რაღა ეგ დამეკარგა მართლა რა. ხო და რა სიძახის? აი ფაქტი, იმ კვირაზე რა. რომ შუმანის რეზონანსი არისო დამოკიდებულიო ეს ციალიო. ჩანს რომ დაკვირვებებისას შენიშნე ეს ციალი. ალბათ ახლომახლო იყო ლაბორატორია. და საინტერესო რაღაც ხდებაო, უკვე ვაკვირდებიო ერთი კვირაო. წარმოგიდგენიათ? ანუ კიდე კვირაა გასული იმთიდან და აეხლა მაქსიმუმს მიაღწიაო. და რასაც ისყვება, ეს ფლუქტუაციური აღარა. ის თვითონაც უკვირდა. აი და გაკვირვებით საუბრობს რომ მიუხედავად იმისა რომ ეს დიაპაზონი მერყეობს და ახლა სუყურთს მერყეობსო ხო აქეთ-იქითო რაღაც მომენტშიო გაჩერდაო საერთოდ განულდაო ეს ხო არის უკვე და შემდეგოს დაიწყო მონოტორულადო ანუ ფლუქტუაციას კი არ განიცდიდაო აი ეს სწორ ხაზოვნად იზრდებოდაო გახდა 10-იო, გახდა 15-იო, გახდა 20-იო და მიყვება და ეს და თელი დღეები ვიჯექითო და უყურებდითო სად მინდისო და მიაღწია 70 გერს, ანუ 10 ჯერმეც და მიაღწია ეს სწორ ხაზოვნად აი თითქოს ვიღაცა რომ რადიოპრიომნიკს აი სპეციალურად ესე აკეთებდეს რა. და აი 3 დღეაო რომ აი ესეთი მდგომარეობა შეიქმნაო
და ამის გადასამოწმებლად ეთყობა იქ ახლოს იყო ლაბორატორია ახლა ჩრდილოეთისკენ ეს ჩქარა რითი მივიდოდა ხო გადაამოწმე ეს ყველაფერი და როცა შუმანის რეზონანსი იცვლებოდა და მიდიოდა მართლად გამოჩნდა პოლარული ნათება იმიტომ რომ იქ ჩანს როგორ უკავშირდება იმას ლაბორატორიას რა ახლა როგორია სიხშირე და როგორია და იგ ეუნებოდა ვიღაცები უნებოდა რომ არაო და აი გამოჩნდება აგერ ნახოთ და მართლა გამოჩნდა ეს საინტერესოა რა უნდა ნახოთ რა ეგა და საინტერესო რა არის იცით ეს ლაბორატორიის თანამშრომელი შეიძლება თავისია ლაბორატორიას მე არ ვიცი მაგრამ რასაც მე ამბობს მართლაც ამბობს და ახლა ნახეთ რა სიტყვის რაღაცო განულდაო და შემდეგ ეს სწორ ხაზონა დაიწყოს და გახდაო 70 გერციო მოვიდიო კიდე რომ 3 დღის განმავლობაშიო ვიდრე აქ სამოვიდოდიო სულ იდგა ეგრეო ეს სულილება სულ იდგაო აი გადაპროგრამირების გარდაო თითქოს ვიღაცამო ჩვენი პლანეტა გადააპროგრამირაო ხო და თუ მართლა შუმანის რეზონანსი განულდა 1-2 დღით ხოლო შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში იზრდებოდა მონოტორულად ხოლო ამის შემდეგ რაც მიაღწია რაღაც მაქსიმალურ მნიშვნელობას და 3 დღის განმავლობაში აი დგას აი დღესაც რა დგას აი მერწმუნეთ რა სხვა არაფერი არ არის თუ არა გადაპროგრამირება მთელი პლანეტის და ამიტომაც მივაქციე მე ყურადღება რასაც ახლა აი მე გიყვები და ის ոնც იმის ნალაპარაკს გიყვებით უკვე ახლა ჩემი მოვჩი უკვე აი სულთა გადაპროგრამირება მაგრამ ახლა როგორ უნდა გავიგოთ გადაპროგრამირება გზავსი გადაპროგრამირება დავარქვათ რა ბოლო გადაპროგრამირება რა მართლა რადიო ხო არ არის არა დედამიწა რა მაგრამ ნათქვამია ზურმუხტის დაბებში ზურმუხტის დაბებში რაღაცა რო ეწერება მაგრამ ნუ დაიჯერებ რა სადაც თოთატლანტი იძახის მაგას რომ ერთი დღეს დადგაო და ის ვიბრაციებიო რაც ატლანტიდაში იყო და შეხსის ხორცებული ჩვენთანო ათეული საუკუნეების განმავლობაშიო და აი მეფობდა ატლანტიდაში სიყვარული სიბზნე და ყველაფერიო ეს ტარღებიო გაქრენო წავიდნენ ეხლა ჩვენ თუ ვაკვირდებით შუმანის რეზონანს ისინი აბა ეხლა ისინი იმათ დაკვირვება თქვი რა იქნებოდა და წავიდნენო ушли вольный сознанио ცნობიერების ველებიო წავიდნენ ჩვენგანო რა ხო და მოვიდა ველებიო მარსიდანო თუ აღარ მახსოვს რა რაღაც სხვა ცნობიერების ველებიო ხო და თუ რა დაიწყო შემდეგ ატლანტიდაში ამას იხილავთ როცა წაიკითხავთ ზურმუხტის დაფებს ხო და მინდა გითხრათ რომ ეს და მგზავსი რა მარტო ზურმუხტის დაფებში არ წერია შუმერები საუბრობენ გზავს რამეზე სადაც ჩანს რომ დგება რაღაცა ციკლები როცა პლანეტაზე ცნობიერება იცვლება და ეს როგორ არის იცით აღწერილი შუმერულ მითოლოგიაში ღმერთების კამათად არის მიჩნეული რომელი დაიკავებს ახლა ცენტრს და გულისხმობ დედამიწის ცენტრს და ისაც მაქვს ნათქვამი რომ ვიბრაციების წყაროები არიან ეს ღვთაებები ხო და ისინი განსხვავდებიან ფუნქციებით ერთმანეთისაგან და ფუნქცია და განსხვავება სწორედ ვიბრაციებზეა დამოკიდებული ცენტრი უჭირავს პლანეტაზე აი ამ ღვთაებას და ის ვიბრირებს ქმნის ცნობიერების ტალღებს აი ასეთნაირად მაგრამ თუ შეიცვალნენ და სხვამ დაიკავა ცენტრი ის სხვა ვიბრაციაში ევიბრირებს რა თქმა უნდა ხო ხო და ეს ადამიანი იძახის რომ 7 გერცი აღარ არისო უკვე 70 გერციაო რასაც მართლა სულ მალე აღიქვავს ადამიანი ეს გაჯერდება ახლა ამ ვიბრაციებით მთელი პლანეტა და აი ახლა იძახის რამოდენიმე დღის წინ უსმენდი მე ამას ხო და ახლა ზეგ უკვე მართლა ციკლი მთავრდება და ცეცხლოვანი ცხენის ეპოქა იწყება
და ეს არ არის თან რიგითი ცხენი. ეს რაღაც ციკლს ამთავრებს. ახლა ეს დამთხოვებია, ხედავთ მართლა. და საინტერესო დამთხოვებია, ხო? რაღა კვირაში მოხდა ეს ყველაფერი. ახლა გამოვლინდა რეპტილიების სახე, აი პრაქტიკულად გამოვლინდა ეპშტეინთან დაკავშირებულ საკითხს გულისხმობ. მართლა რაღაც გარემო შეიცვალა. მეცნიერებს საერთოდ თაბრუდა ეხვა. ვერავინ ვერ ხსნის რა ხდება. ვერავინ ვერ ხსნის რა აძლიერებს ამ სტიქიებს. და გაძლიერება ახლა ნახონ მეცნიერებმა. ბევრია დამთხოვა რა. სულ რაღაც დღეში. ის ნანატრი ეპოქა, რომელსაც ჩვენ სინათლის ეპოქას ვეძახით, ამდენი ხნის განმავლობაში, არ არის გამორიცხული, რომ კარზე მოგვადგა. ყოველნაირ ცვლილებას კი ყოველთვის ტვირთი ახლავს. იმიტომ რომ ცეცხლოვანი ცხენი ეს სიმბოლოა რაღაცის და ეს რაღაცა ბიბლიაში ნახსენებია და ამას თავად თვითონ მიხვდით. მე კი დასასრულს ერთ პატარა ამოცანას დაგიტოვებთ. აი ხედავთ დედამიწას. მის გარშემო არის მაგნიტური ველი. მე კი ბრძოლობისას თქვი რომ მაგნიტური ძალწირები გამოდიან ცენტრიდან მეთქი. აქ ეგრე არ არის. აქ არის რომ გამოდიან სამხრეთ პოლუსიდან და შედიან ჩრდილოეთ პოლუსში. დღემდე ასეა ცნობილი. მაგრამ მე ვთქვი რომ გამოდიან ცენტრიდან მაგნიტური ძალწირები. რაც ეგრე არ არის ხო აღნიშნული. ხო და აი მე მინდა რომ რომელიმე თქვენგანმა შეძლოს დახატეთ დედამიწა ცენტრიდან გამოიყვანეთ მაგნიტური ძალწირები და აი ვანახეთ როგორი სახე ექნება ასეთ შემთხვევაში ძალწირებს და რომელია მართალი ცენტრიდან გამოსვლა თუ აი ეს როგორც ნახაზია ნაჩვენები ვინც ამას გააკეთებს მაგარ საქმეს გააკეთებს აბა დროებით ყველას მშვიდობას გისურვებთ